სალამით დებო, ჩვენ ახლა მოგესალმებით ცუდი ხელოსნის არხზე და ცუდი ხელოსმა გადაწყვიტა რომ სამეზობლოს სიურპრიზი გაუკეთოს და ეს არის ზვიადი, ჩემი მეზობელი რა. ესა ვარ მე აქეთ. ყველა იმანება, ის MD-ა. თავიდან მოიტანა ზვიადის ცოტა დიზაინში აქვს ისა. ჩავარდნები აქვს დიზაინში. თავიდან გააკეთე ესაო ძალიან კაიაო. ჩემს ავითარი ნახევარი შეხება, ნახევარი არ შეხება. მე ვეუბნები ზვიადა, ეს არის ცუდი, კაი უნდა გავაკეთოთ მეთქი. ხო და ვაპირებთ რომ ეს 5 პრალიოტი 1 2 3 4 5 აქამდე რაც არის გამოვცვალოთ და დავაყენოთ დღეს განახებთ ღობეს რომელიც ძალიან იაფიჭდება, თითო ღობე ჭდება 150 ლარი მაქსიმუმ მასალიანად, ხელობა უკვე თქვენი უნდა იყოს რა. ეს ძალიან კაია, მაგრამ აქ წყალი ჩადის ის არ არის ხა ეს ლამაზი. ამიტომ ხით და სქელი რკინით შევფუთავთ ყველაფერს და გაჩვენებთ ნაბიჯ თუ რა დაგვიჯდება ღობე. ზვიადამ ხე მაჩუქა ვითომ, მაგრამ წყალში დამჭა დაიღუნა. მე რკინა მაჩუქა და ისიც წყალში დამჭა დაიჟანგასუა. ამიტომ დომინოში ვიყიდით ყველაფერს ახალს. რაც შეეხება მანამ დუცებ ჰოსტზე მინდა გითხრათ რომ ჰოსტის ჩვენი სპონსორია და ნებისმიერ სამშენებლო ინვენტარი რაც შეიძლება იყოს შეგიძლიათ შეიძინოთ ხელსაწყოები ჰოსტჯიზე ძალიან მარტივად. ესენი დავაყენე ჰოსტიდან. აი ეს გენიალური რაღაცაზე უნდა გითხრათ, პატარა ინფო უნდა მოგაწოდოთ. ესენი ღირს 250 ლარი 300 ვატიანია რა. ერთი კვირა მიყენია, წვიმებიდან ზერო არ იყო. ჩვეულებრივად დატენილზე მუშაობდა. ეხლა წარმოიდგინე წვიმიანი ამინდია და არის 80%-ზე დატენილი რა. და ღამე იმენა იდეალურად ანათებს. არც კაბელი უნდა, არაფერი არ უნდა. პროსტა აყენებ და მორჩა. აი ეს 2 წერტილი თვითონ ავტომატურ რეჟიმზე არის, რამდენი წუთში გამოიწოს, ყველაფერს აკონტროლე პულტიდან. აი ეს დავაყენე 2 წელი გიჟიბით ანათებს აქ, ძალიან კაია. ეს ისე შეგიძლიათ ჰოსტჯიზე შეიძინოთ. ეს თვითონ ჰოსტმაც არის რომ მე ამას გავარეკლამებდი, მაგრამ იმდენად მომეწონა პროდუქტი რომ მინდა რომ გირჩიოთ თქვენ რა. ჯობია ეს რაღაც ჩინურ ნაგავს ნუყიდულობთ, იმიტომ რომ მე ეძახით რომ არ ინთება ზმო ბატარია, იმიტომ რომ ჯობია ერთხელ გადაიხადო, ებრაელების ნათქვამია. ისეთი მდიდარიც არა ვარ, რომ ცუდი ხარისხი ვიყიდო. ეხლა სად მივიდეთ წილკანში? ილია ცუდია ჩვენ. ცუდი? ხო, ჩინო, აი, რამაზე გამოჩნდა აქ. სამეთოდემო მოვედით დომინოში, დღეს წვიმიანი ამინდია, თუ ხასიათზეა, მაგრამ ხასიათს რა გამომისწორებს თუ არა დომინო. მოკლედ, ჩვენი სახლის ღობისთვის უნდა შევარჩიოთ მასალები, უბრალოდ უკვე შერჩეული გვაქვს, ბაზარი არ არის, კაი ადგილია აქ გასაჩერებლად. უკვე შერჩეული გვაქვს მასალები. ეს არის მეტალი. ოდნავ წირო მიწიო შეგიძლია? აჰა, გასჭაადგა. მასალები შერჩეული გვაქვს, ვამზადებთ 5 ცალ ღობეს 2 მეტრიანს. თითო ღობეზე გვჭირდება 5-3 მილკვადრატი, ეს არის 10 მეტრი, ანუ 5 ცალზე დაგვჭირდება 50 მეტრი, ვიყიდით 55 რომ ჭრის ხაზები და რამე რო შეგვიშალოს გქონდეს. 3-3-ზე ჯდება შუაში და 3-3-ზე მილკვადრატი გვინდა თითოზე 4 მეტრი და საერთო ჯამში 20 მეტრი გვინდა, 5x4 ხო არის 20 მეტრი, ამიტომ 25 მეტრს ვიყიდით. შევედით მოკლედ და შიგნით გავაგზავნოთ აკა ცივა. ესე იგი რკინებში მოვედით ძმებთან. უნდა ავიღოთ რკინა 3-5-ზე გვინდა 55 მეტრი როგორც თქვი, იმიტომ რომ 5 მეტრი, თითოზე მიდის 10 მეტრი და ვიღებთ მეტობით რა. კარებს მაგარად დაიხურა კარებები, დავით მაგარი კადრი გამოსა. ეგეთი სწრაფი კარები არ მინახავს, იოსებასთან 1 საათი უნდება ხოლმე რა. ნახე რა. ფუცელი აღარ არის. სო. ფუცელი გავა. ბიჭვარვითი სანამ. აუ, ხდები რა სწრაფია. იოსებ, ტექნოლოგია აითვისე რა. მომეტრობა კვადრატი. 3-5-ზე მინდა 55 მეტრი. ეს სასტუმროებში რო კამფეტები დევს ხოლმე, ხო იცი? რო აიღებ და ჭა. აქ არის შურუპები. ოსტაყრია რა გაერთო რა, აიღო. სასტუმროში ეს პატარა კამფეტები რო ხოლმე საწუწნი, ესე ბევრი რა. დომინოში აქ შურუპები აიღე გაერთობი რა. ეს უგემური, აქ იყო კბილები და ისინი აიღეს. აქეთკენ დიაბეტიანები. აქეთკენ დიაბეტიანებისთვის, დიაბეტიკების შურუპები არის. იქთკენ ჩვეულებრივი. გორელებში მოვხვდი, გაიგე? გორელები. ჩვენ გორიდან ვართ. გაიგე? შენ საიდან ხარ? იმე, ოპა, ჩემი სიმა, აი რამაზას მხარი არის ეს რა. მაგარი საახლობლო შევიკრიბე. მოდი ჩვენიანი ყოფილხარ. ოპა, 3-5-ზე მინდა ორიანი კედლით 54 მეტრი. 640. კი ბატონო, რამდენი მეტრი? ეს კაცი მაძლევდა 4 და 80-ად წეღა. გორელი ვარ. კოლულად ხდები.
55 მეტრი. დისკაუნტი გამოვიდოდა მაგაზე, მაგრამ 55 მეტრი. 3-3-ზე მინდა 25 მეტრი. და всё. გადაჭრა ხო შესაძლებელია. დომინოში თუ ხელს აქ ალბათ ჩემ გარდა კიდე ბევრი ცუდი ხელოსანი მოდის ხოლმე. ზუსტად. მე დისკაუნტი მევასება რა, დისკაუნტს 7%-იან დისკაუნტს გახსენებთ. დომინოს ბერად თუ გაქვთ და ბევრს თუ ყიდულობთ 7% უკან გიბრუნდებათ. აშენებთ სხვის სახლებს 7% იბრუნებთ უკან და მე თქვენ სახლს აშენებთ უფასოდ. მარტივია რა. ამიტომ გირჩენიათ ხოლმე რომ თქვენით მიხვიდეთ დომინოში გახსნათ ბარად და ხელოსანი რასაც გეტყვით ის თქვენით იყიდოთ, იმიტომ რომ 7% უკან დაგიბრუნდებათ. ეხლა ცოტა პროჭობა ვთქვი, მაგრამ გაერკვიეთ ხელოსანთან თქვენც რა. ანუ კიდე მეორე რამდენიანი გინდა რა? 3-3-ზე 25 მეტრი. სიგნალი იჭედება ხოლმე რა. გამოიწე დავით, არ გადაგიაროს. ერთ საბურავი აქვს, ვერაფერს კი ვერ გიზავს, მაგრამ აუ ხეებამდე თუ მიდის გავყვებოდი რა. აქ იწერთ, იქ იხდით. იმიტომ რომ დაგიჭრან და მე გაიპაროთ, მე ნაშტი რჩება ძმაო. მადლობა. დავით. დავით 500 ლარისაა რა, ნუ 508. 500 რო 5-ზე გავყოთ 100 ლარზე უკვე ვარ თითო ღობეზე. ეხლა საღებავი ავიღოთ, საღებავი იასნია შავი, ჟანგიანი ზედაპირი რო შევღებოთ რა. რკინის საღებავი გვინდა ღობისთვის, ოღონდ რაღაც დეტალები შეიძლება ბოლომდე ვერ გავშკულკოთ და ჟანგიანი დარჩეს. პულივიზატორიც უნდა შევასხათ რა. შავი, მატოვი. ფერო, ფერო წინაზეც ვიხმარეთ. აი ხო? მაგარი. ოღონდ გაშრობა უნდა დააცხადო რა. ყველა საღებავი ერგია. თუ არ გაშრა იმენ დედა თითები ეტყობოდა ზევიდან, იმიტომ რომ მე ცოტა სოლმო 1 ლიტრაჟობა გვეყოფა? რა, 1 კარია მარტო? არა, 5 ღობია 2 მეტრიანი. ნაო, 2 ლიტრი ნახე, ეს ხახერია. აცრისფერი ანტრაციტია ეს. ბლეკ. აუ, იმიტომ რომ უფრო იაფი გამოდის დიდში რა, 80 ლარი. და გამხსნელი დაგჭირდება კი? ხო, გამხსნელი. რამდენი უნდა ჩავასხებ? წიაზე ვკითხე. ლიტრში. ამაში. მეტია რა? ცოტა მეტი რომ მივცე, ხო უფრო მალე გაშრება. გაშრება, მაგრამ თავის ეფექტს დაკარგავს. ანუ თავი ძალას დაკარგავს. მივხვდი, რაც ფროთხელია, მე შემნახველ უნარიანობა ეკარგება. აი გავიცოთ, აიგე. ხელი ეს არის, ანუ ლიტრიანი არის, დაგრჩება ცოტა, მაგრამ სხვა გზა არ არის, იმიტომ რომ 9 ლიტრიანები არა გაქვს? ამას არ აქვს. სხვა რამეში რო გავხსნათ? სხვა რამეში მაშინ უნდა გავხსნა. შეგვიძლია? კაი, მომეცი, არ გაგვინდა ეგ. სხვა რამე, წუნი არ გვინდა. დავაი, ეს არის და ქვეყან ეს მეყოფეთ 40 ლიტრაზე. всё, მადლობა ძალიან დიდი. არაფერს, კარგად. დავით ხეებში დავედით. აქეთ მაგიდის ზედაპირებია, ფიცრები, всё, ფიცრებში მოვიდეთ. 2 მეტრიანი ფიცარი მინდა 14-იანი. აი ესეთი რაღაცა 14 სანტიმეტრიანი მინდა. აი ამას დავაპატ. გავაჩერე, გაიგე. წიწონი ფიცვირი, აი ეს კი დაბლა მიდის თან გამძლია რა. აქეთ ვინ უნდა დავიხმაროთ რა. სწორი ფიცრები ბიჭო, რამდენს თან ამხელებ ბიჭო. თელ ჩემს ცხოვრებას ენდევაზე მინდა ხოლმე არის დაღონული რაღაცები და სველი და ეს არის გამომშრალი იმენა რა. ვაუ, პიზდეც. ოდიში აქეთ რომ დაგვეხმარო შეგიძლია? 14-იან ფიცარს ვეძებთ, ან ოდნავ მეტიან სიგანეში და წყალგამძლე უნდა იყოს, იმიტომ რომ სწორად გევარ, ხო? სწორად. ეს რა არის, ვინ არის? ეს არის ტერასის ფიცარი. ოპა, მასალა? ლისტვენიცა. ლარიქსი. აი ეს მოვხდი, ამას გავასალაშინებ. სიგანე რამდენი აქვს? 3? სიგანე? ხო. 3-იანი. 2.8 ჩაჯდება ზუსტად. ლისტვენიცა. რაღის ერთი ცალი? ეს მე მინდა რამდენი მეტრი იცი? 5x2. 10 მეტრი. 4-იანი არის რა. 4, 3 ცალი უნდა წავიღო. 3 რამდენი კვადრატი გამოდის? დაახლოებით და კვადრატი ვიზა რა მითხარი? 80 ლარი. 120 ლარი. 120 ლარი ამომინათე დავით 120 თქო. გამომიწერე მაშინ. გამზადებულია ჩაჯდება რა ლისტვინიც არა? დავაზუსტოთ როგორი გინდა.
ესეთია. ორივე ერთნაირი არ არის? ერთნაირია. ერთნაირები მაშინ. იმიტომ რომ მეზობლის ღობეს ვაკეთებ და იმან რომ მე არ დაიწყოს ჩემსკენ მახინჯია ან ლამაზია. ხუპე ბავშვებს რო ერთნაირ საჩუქრებს ყიდულობენ ხოლმე, ხო? აი ეგრე არის, რა ზვია და ხა დეტა არ უყურებდეს. დომინოში ყოფნა. ხოლოდ იმიტომ მევასება, რომ თბილა. გეუნე მაგრა ასწორებს ერთ სივრცეში რომ რაღაცებს ყიდულობ რა. ჩვენი დომინოს დაქალი სად არის? ხალხი გითხოვს ხოლმე გვანახეთ, რა დღეს არ მუშაობს ეთყობა. თორე ფიცოპა ფიცაზე მოვედით. აკაც არის. აი. კამფეტები. შეიძლება აიღო. პირი გაიჭრა. გადაჭრა შეიძლება? 2 მეტრებზე რო დაგვიჭრა. მანქანაში ვერ ჩავდებ? ხო. შენთან ხომ არ ჩავდებ? ხო რა. ბაზარი არა, 2 მეტრებზე გადაგვიჭრან მაშინ. პოლის თქოს გითხარი რამე რა ხალხს მესამწო ხალხი გითხოს ხოლმე რა. გამარჯობა. ერთ-ერთი სმეშნოი სიტყვა უთხარი. დღეს ისინი არ გჭირდება რა. სატექნიკა და რთული კონსტრუქციები არ გვინდა, ხერკინა და საღებავი. მარტივად გამოვიარეთ და წინან სატიყავი. ვისვენებდი. არა, მე საქმეს ხوار უღალწე ჰაერებში მე შეფია ტექნიკაში ხوار გადახვედით ხო რა. აქ გჭირდება ხა. აი მეზობლის ღობეს ვაწყობთ. პრობლემური მეზობლის ღობეს ვაწყობთ, ამიტომ გვინდა ხე ერთი და იგივე სახით აქეთ იქიდან, იმიტომ რომ მე შეიძლება დაიწყოს რა აქედან ძალიან ცუდია და რაღაცეები. ხო, აი რაღაცა. მე უნდა დამატრიალებინოს და იმის ჩამოხსნა არ გინდა. საშინელებაა რა. ხო? გაიხარე. ეს შენი 134 ლარი. ეს თუ არ გადავიხადე, კაცშვილი არ გამაწას, ხო? მე იაფში მაგაც. აი. ამის 7% ზევიდან 135 ლარისაა, დავით. 135 რამდენი გამოდის? 500, 635 ლარი გამოდის. 635 რო გავყოთ 5-ზე რამდენია? ჰა? საღებავი? პლუს 100 ლარი. 500 პლუს 135 და პლუს 100. უნდა გავყო 5-ზე. 157 ლარზე ავედით. 127 ლარი. 157 ლარი თითო ღობე. საფასური. დავით რა აქ ჭირს? დავით, ეგრე არ შეიძლება რა. ეხლა სად ხوار ვიყიდოთ. ავედი ხა რამე სისულელეს ვიყიდი. ის სუის მახსენდა ხო ნიანგიროუზის, ხელფასის დღე და ნიანგიროუზის გვერდზე. სისულელებში ფულს აღარ დავხარჯავ. ავედით. მადლობა. დროებით. ავედით რა. რამე ოპა, ჩხუბი იყო ძმაო, დავით წამოდი რა. საღებავი აქ არ ახსნათ გამოწერეთ. რა იაფად აქვს თუ ძვირად? იაფად გამოწერეთ თუ ძვირად? იაფად არა, უნდა დაგიმატო. რა უნდა დავიმატო? რა უნდა დავიმატო? ბიჭო, თუ იაფად დატოვე რა. არ ვიცი. საღებავი რატო გამომიწერე? საღებავი არა კაცო. შკინა? ხო. 60 მეტრა გამომიწერე. ბუღალტერია რატო შემეტენა? 60 მეტრი. 60 მეტრი გამომიწერე? ხო, და ზუსტად გამოდის 10 ცალი 6 მეტრია. 20 ლარით მეტი არის, ხო, კაი. ჯანდაბას. რანაირად შემეტენა ბუღალტერია და 20 ლარის ზევიდან ვერ გავიგე, მაგრამ კაი. ბაზარი წეგან ჩხუბი იყო რა, მომაცდინა რა. ჩხუბი იყო და. კაი, აქეთ რა გვინდა, იქით გვინდა, ხო? არა. გამარჯობათ. ეს ხალხს გამოაჩინე დავით რა. ელოდოთ რა. აქ არის სანტექნიკა რა, ვისაც ჭირდებათ მეორე მხარეა. დავით. მონსტრების კორპორაცია ნანახი გაქვს. შენ თავს გაფიცებ. გააღე, შეჩება აქედან არა აქვს სახელური. დავით! სახელური არა აქვს, შეჩება. ეხლა შენ წასულიყავი. საში თუთად გავხდი, საშინელებათა ფილმებში ხო ეგრეა ხომ. რო იკეტებიან და რო დაკეტავენ და მე უჰაერობით რო ყოდებიან, შეჩება. შეხურ რატო არ აღებდი რო ყვიროდი? მე არა მინერვიულია ვაფშე. ანუ წამის კაცი ვარ და კაცი ეგრე უნდა იყოს. ბიჭო. მაგ აქ არ შეხვიდეთ. ან ბავშვი რო შევიდეს ჩემ. არ არის, ხო წინაზე ვცადე მონსტრების კორპორაცია და არც ერთი არ იყო.
აუ, აი. მე მინდა სახში რომ ესეთი კარები მქონდეს და ხელის გულები არავის მქონდეს, იმიტომ რომ ცხიმიან დიდებს რომ მიადებ. აუ, გამოდი შეჩიმა. იქიდანაც იგივეა და ვინ შემოვიდა თქო და მეთქი ვიპოვებსო? ბაზა ვიპოვე, დავით. წავედი რა დავით. აი, ამას აქვს. აუ, მაინც ფაქიარი რა მოხდა? ანუ სამკეში შევედი, იქიდან ტიპი გამოვიდა. მძიმე ამბავის დრო დადგა, ფული უნდა გადავიხადოთ. სამწუხაროდ. არ გამოდის 150 ლარი, ეხა რაღობესაც ვაწყობთ, ეგ არის სიგიჟე რა. მართლა გეუბნები. გამარჯობა. ეს გვინდა? ოიმე. აუ. გამეხა, ოღონდ ჩემ ბრალი არ არის. დომინოში არის კიდე ეგეთი ფუნქცია აქვს, რომ შეგიძლია ხეს შენ თუ ვერ ჭრი, ზომები უთხრა და ზუსტად დაგიჭრია და მერე შენ ააწყო რა, კიდე ამარტივებს. ეხა უნდა უთხრა ხეებში ამათ. არა, წამო ხეები სად იყო? ეს ჭრის ავდემათმა იქ მიუტანეო ესენიო. ეს არის ჭრის გადახდა. ეგ არის ფიცრები. კი ბატონო. სამხერხაო მითხრა რომ იქ მიეცეო ვინმეს და თვითონ შემოიტანენო. შენ არ დაგინახოთ ახალსულიო. იციან რომ ხერხს მაგრავხმა. ჩაწერინეთ? კი. და ამას დავალოდო გარეთ მერე? კი ბატონო. საწყობში ხო საწყობში. ხო უკან რა. წამო სამხერხაოსაც განახებ ბარე მუციფ. აქ არის სამხერხაო რა. თორე მე ადრე მართლა ლისტებს რო ყიდულობდი ხოლმე, სახში ფიზიკურად დიდი რაღაც არ მქონდა და ზომებს ჩააწერინებ, ოტიდო წაკ ეგრევე დაიჭრება. აქ არის სამხერხაო რა. ბევრმა არ იცის ხოლმე და მოდიხართ, ზომებს ეუბნებით, თითო ჭრაღის 80 თეთრიდან იწყება ფასი. ხო, რაღაცა ეგრე არის რა, მოიცა? 75 თეთრიდან იწყება ფასი ჭრისა. ამიტომ ბევრად იაფი მოგიწევთ დაჭრაში და გამზადებულს წაიღებთ აქედან, ან მანქანაში თუ ვერტებთ ხოლმე, ზოგმა არ იციან. ეს მოსახურებაც არის და ძალიან კაია. წავით ახლა გარეთ, სულ გამოვართოთ ლისტვინიცები და ვითა, შენ მანქანაში უნდა ჩავდოთ. კანტორის ხალხი მოდის რამე წესიერი დაუკარი. აუ, მედმაქსი დავით ნანახი გაქვს. ის ვერცხლის პირზე რო ისხა, სულ ეგ მინდება, ბიჭო. 2 მეტრიანები დაჭრილია. აკა, სიმძიმე ხო იქით არის. ზეთუ წავიდით დათო. რა, პროფესიონალიზმი. აი საკინა არ მოგედოს. თვითონ დამეჯახება დავით. კაი პიცარია, ბიჭო. მაგარი. სუფთა ლაღი. ემოციურად დატვირთული. არა, იმენა. აი ხა რა ღობეც გამოვა ხალხო კომენტარებში დაწერეთ რა ეგირებოდა ეგ ღობე რა მართლა მაინტერესებს ხელოსნისთვის რომ შეგეკვეთათ რამდენს გამოგართმევდნენ მართვის ახალ საფეხურზე გადავდივართ დავით საშიში არის იმენა წაიღო არ ჩავარდეში ოპა აქ თუ ჩავარდი მერე დაგერხა და ჩემი სიდენია გადადის ჩემი არ გადადის ამოვედით წილკანში ესე იგი მასალა უკვე ვიყიდეთ ეს არის 5-3-ზე გვაქვს ხო რამას 3-5-ზე რა მნიშვნელო აი 3-5-ზე მილკვადრატი ვიყიდეთ როგორც ნახეთ მოკლედ ღობის სიგანე რაც იქ თქვით არის 1.77 მეტრი რა ყოველთვის აიღეთ მაგრამ ეხლა გვაქვს 5 ღობე გასაკეთებელი 5 ღობიდან აიღეთ ზომები 1.177 მეტრები არის 10 ცალი 167 არის 45-ების გარეშე 10 ცალი 167-იანი არის 3 მმ-იანი ტრუაკვალები წვრილები რაც ჯდება ეგეც 10 ცალი და 110-იანი არის კიდე 10 ცალი 45-იანებზე რა. ეხლა დავიწყებთ დაჭრას დიაში და მე რა ვაწყობთ იქ უფრო კარგად გაჩვენებთ რა. თავიდან ბოლომდე დაჭერეთ ყოველთვის ზომები. ჯერ მიყევით 177-იანი მაგალითად ერთი ზომა არის 10 ცალი. ეხლა ჩვენ გვიყენია ეს ამაზე. და მე უკვე იმას ვიზრდით გაჩვენებთ როგორ შეიძლება რომ იაფად ისავქნათ რა. კაი დავიწყებთ ეხლა ჩვენ დაშლასა, კი არა და აწყობასა. და всё
გონიო რა კუთხის საზომი, ამას აქ ესეთი დახრა. სადაც ზუსტად გავუსმენთ რომ 1.77 მეტრი გვჭირდება, ბოლო წერტილიდან გონიოს ესევდებთ და 45 გრადუსი ერთმანეთზე რო კარგად მიებას, აი აქ რო დავუდებთ, ზგავ, მე უკვე იქ სადაც იჭრება, ამას გავუსმევთ ხას რომ ვიცოდეთ 45 სად არის. ესეც 45-ზე მიყენია, გამოვდივართ. ვასწორებთ ამას. ვაფიქსირებთ. თავიდან ცოტა კვირის პროცესი, მაგრამ რაღაც მომენტში ზეიკილებს ისწორეს და მიყვები მე გიზივით რა. ზუსტად წვერზე ვადებ. წვერიდან წვერამდე უნდა იყოს 177 რა. ზუსტად არის. იმენა. გაზონი ორჯერ გაჭერი, აი. 177 არის ზუსტად. ნუ მილიმეტრის მოძრაობა არაფერი არ არის. უცა, ხო, შიგნით ვაკეთებთ. აი მას ვადებთ. შევდივართ. იდეაში ზოლს აქრობთ რა, იმიტომ რომ ხაზი უკეთდება ზომის აქედან, სახაზავს ხო ზუსტად დებდა, რომ გაუკეთებ ზოლს, ხაზი უკვე აქეთ არის ზედმეტში და ხაზი უნდა გაავს. გააქროთ. იმედია, გაქრება. ეხა აქედან აქამდე უნდა იყოს 177. მოდი დავით მილიმეტრით მეტია, მაგრამ არ აღუშავს. ეს არის ყალიბი ეხა დანარჩენზე. ვიყენებთ ყალიბად პირველ მოჭრელს, იმიტომ რომ რამე გაგექცეთ, ის იქნება გაქცეული და ნელ-ნელა არ მოემატება რა. შეგვიძლია ეხლა დავუშვათ გიზივით. სიმწრით შეღებილისა, ამა გასხო გამოსხო. გასხო გამოსხო. თავარი გაფრთხილება. ეს არის სამხედრო ნაწარმი, რაც არ უნდა ჟღერდეს. ესეთი დაგდებული თუ სპეციალური ძირიანი ფეხსაცმელი არ გაცვლიათ, ტეტანუსის აცრა გარანტირებული გაქვთ, იმიტომ რომ როგორც კი ფეხს დაადგავ, ორივე ფეხის გულში შედის დაახლოებით 1 სანტიმეტრზე. აი, 9 სანტიმეტრზე. ამიტომ რაც არ უნდა ეს ეგდოს, ისეთ მომენტში გადმოტრიალდება და აქედან როცა ფეხს ადებთ, ეს იჭერს ქვედა მხარეს და ზუსტად გერჭობათ, ანუ არც გაცურდება რა, იმით უმეტეს თუ წაარტყი. თუ ესეთ არაფერი, მაგრამ ნუ მაინც ეს არის ყოველსაში, არაფერში გადგებათ. ჯართია. სიგანეები 177 მეტრი 10 ცალი მზად არის. თუმცა ეს ვაკისთვის კაია რა, დადგებით, ჩადოთ ბრახ, ჩადოთ ბრახ, ჩადოთ ბრახ. ეხლა დავწერთ 160 ისა 110-ები არის სიმაღლე. ანუ სიმაღლე ესენი მზად არის. სიმაღლე არის 110, უნდა დავწერთ 10 ცალი. ეს უფრო მეტი ამოგვივა. ბევრი საბოლოო ჯამში ესეთი ლამაზი ღობე გამოდის. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ეს იახოვე ძალიან მიკერძოებულად ვიძახი რომ ჩემ გაკეთებულზე და ლამაზი გაკეთებულზე რა ლამაზია, მაგრამ არის რა ლამაზი ხო და ამაში ალბათ მე ფასების დადგენა ხო იცი მიყვარს რა. თითო ღობეში ვიღაცა გამოგართმევდა ერთი 400 ლარს მინიმუმ რა. 5 ცალში 2000 ლარის ღობე იყო ეგ. იმიტომ ისეთ გენიალურად კეთდება და რაღაცებიც იმებით რომ შეიძლება უფრო იაფადაც აეწყო არ ვიცი. ეხლა ჩვენ გვინდა 110. 110-ის შაბლონი უნდა ავიღოთ. 110 იყო
სად იყო ჩემი ეს ხაზი მაინც გაავლეთ ხოლმე რა იმიტომ რომ ზუსტად გაიგოთ სად არის ხო შეგეთ 45 გრადუსებზე იმიტომ ჭრით რომ მე ეს ორი დეტალი ერთმანეთთან ისე ებმება ეხა პროსტა რო იყოს მოჭრილი ესე ან ერთ მხარეს ან ამოსავსები გაქვს მე ან აქეთ ამ მხარეს ესე რო ედება ესე და 45-ები ესე ედება ეს სვა არ ყდება და ვსო სიცარიელე აღარა გაქვს რა ერთიანი მასა გაქვს სიმყარისთვისაც კაია და თან ლამაზია რა ეს ხო გადაუჭირე ამდენ ყბედობაში პირია გავაგდებინა ერთი ორი სამი ოთხი ხუთი ექვსი შვიდი რვა ცხრა ერთ წელი არაფერი გვაქვს ზედმეტი რამაზა 10 ხოიგა 1 2 3 4 5 10 ვსო გარე კარკასის დაჭრას მომჩით ავაწყოთ რამაზე გარე კარკასი და მე გავზომჩიდები არ ავწდეთ მეთქი მე რა არ ჩავარდეს დიაში გვინდა 67-ები რა ჩვენ თავებს რო ენდობოდეთ გაიგე ცოტა ხანში გაგებინებთ პასუხს რა გადაწყდება ბატონ ამაზე შევართ თათბირზე მეტყვისა რო იძახით ხოლმე სულ ამაზე აკეთებ შენ ეხლა მე არ გავაკეთე დადის არაფერს არ აკეთებ ესე გაჭერი ესე გამოჭერი ესე პრარავობს რა ბიჭო შრომას არ გიფასებენ დავითა რა გაიგე ის დაიწყებს მე კათარი შენ ასწორო მე ამოავსე რამაზ სვარკაზე რამაზას იმიტომ ვერ ხედავთ ხოლმე რომ ბავშვობაში მოატყუეს რომ სამფაზიანი სვარკები იყო ხოლმე ხელი დაადევთ რაღაცა დერმა დაარტყა და იმის მერე გონია რომ ნებისმიერ სვარკა დენს იწყვევინება და ბავშვობის ტრავმა ნუ სვარკას ვერ იჭერს ხელში რა კაც სვარკაზე არ მიუშვა დანარჩენი რაც გინდა აზე ხარ შენ ხო მართლა ეგრეა რამაზა არა ვერ მიაკარებს მაო ბავშვო სამფაზიანები იყო დახული ხო ისი მაგით მივიდნენ და ხელი დაადეო ხო არა მივი ასვარკე და იქ დამიძებას მომცემდა ყველა ვარიანტი და მარტო იმათ ვაიცოთ ეს დავსვარკებდა იქ დაარტყავდა თენ თუ რაღაც გაივლიდა ბავშვს უთხეს მინდა და ეს ვასვარკებდა იქიდან გადაიტანა თუ რაღაც და დაარტყა დენმა იმის ეს ეხა ისინი 12 წუთიანი სვარკები რომ იმას ვერ ეყარება არა იდეა სოქავშაში მახე იდეა სვარკას გააჯმეინე სხვა რა ბარგალკა დაგეჭავს სვარკა იმენა მეთქი პოსტა არ იცოდა არა მე მოყვა წლების მე მოყვა ეგ ისტორია თორე მანამდე იძახდა არ ვიცი არ გავხურიტო ორკინა მე მოყვა თუ მეგა რა მე რა მეხალისება სვარკა ძმაო თვალები აღარ მივარგა ნახე ესე იგი რას ვაკეთებთ პირველ შაბლონს რო ავაწყობთ პირველი ყოველთვის როცა ააწყობთ ოთხკუთხედს სანამ ააწყობთ მანამდე დიაგონალები გაზომეთ რა დიაგონალი მაგალითად თუ იყო რაღაც ეხა არის 209 აქეთაც უნდა დაზოდა ეს უნდა იყოს 209 რა რამაზა სვარკისა გეშინა კამერისაც გეშინია მოდი დაგერო ხალხ მაინც ის აქ საქმეს ვინც აკეთებს ესეც 209 არის რა დიაგონალებს როცა გაასწორებთ თუ მეტი იყო სადაც მეტია იქ დააფიქსირეთ და მიაწვევით რომ ერთ რეგიონზე თუ დასვავთ ზევიდან კუთხურათი გონიოხია მაგრამ კუთხურას ვეძახი მე კუთხურათი გადაამოწმებთ რომ კუთხე სწორია დავაი აიყვანთ პრიხვატკებზე თავში ბოლოში და დაბლა რომ გადატრიალების დროს მეორე პრიხვატკაზე არ გახსნას ეს რა აქ რო აიყვან და გადაატრიალებთ იქიდან დაადუღებთ მე იმიტომ რომ აქ პრიხვატკა იჭერს გადმოატრიალებთ ისევ ესე იზავთ ეხლა ეს დაბლთა შაბლონად გამოვიყენეთ ამაზე ვდებთ და მე ვამაგრებთ 5 წალი ხო გვინდა 1 წალი ვიცით რომ ზუსტია და ამ 1 წალზე ეხლა უკვე ვამაგრებთ 2 მილიმეტრი შეგიძლიათ იმოძრავოთ იქით აქეთ პრობლემა არ არის ჩვენ 3-4 სანტიმეტრი გვიმოძრავია მე და რამაზაც იქით აქეთ მაგრამ ეს ეხლა უზიადას უკეთებ ჩვენ მეზობესა ღობესა გაიგე და იმანა ბანძიღობე გააკეთა და ნაჩუქარცხეს კვილი არ გაესინჯება ეხლა ამას ნახავს დაიწყეს მე ანაჩუქე რაღაცები უნდა დაიწყოს თან მეგრელია და მეგრელს ხო ღობეები მაგრა ევასებად თორე მე ვაფშე გავხსნი ზმავის ევლეთი წავიდა ეხლა ჩაყარა და პრიხვატკა რაც ყველაზე მთავარია ეს არის აი მრავალჭინ ვარამნახული CO-ზე მომუშავე კემპი რა ეხლა უყურე ჩაირთო ბაზარია
ვიღაცამ დენიდან გამომიერთა. პირველი კემპს რაც ჭირდება ეს არის დენი, დენის გარეშე გამორიცხულია რომ ჩართოთ. ეს არის შპინდელი, რომელიც ჰოლსტ ჯიზე ვიყიდე. არის კემპი, CO-ზე მომუშავე, აქვთ ასევე CO-ს გარეშე, არსებობს ფლექსიანი მავთულები, რომელშიც შიგნით არის CO. იმასთან იხმარეთ რესპირატორი. აქ მე ხარ მჭირდება, იმას მომწამლავი აირი აქვს და იმასთან მე იხმაროთ რესპირატორი. ამაზეც რეკომენდებულია, მაგრამ ნუ ამაზე არ მჭირდება. არის იდეალური რა, არის 200 ამპერიანი, მუშაობს აი გიჟივით რა, როგორც ჩვეულებრივი სვარკა აქვს ჭხირის. ისე აქ კემპის, მე კემპის ვიყენებ და პატარა ბალონი. დანარჩენი ხა შლიფოვკაზე თქვენ იცით რომ მგელი ქროუნი არის, რომელიც 4 ამპერიან 20 ვოლტიან ბატარეაზე მუშაობს. ეს არის ახალი თაობა, საიდანაც გრილდება და აქედან ჰაერს უბერავს და რკინის შეტანის შანსი 0 არის. ამით ვაშლიფოვკებთ ხოლმე, თოლსენის საშლიფოვკებელი გვაქვს. და ძირითადად, ანუ რაც ტექნიკას ვიყენებთ, ყველაფერს ვყიდულობთ ჰოლსტ ჯიზე რა, იმიტომ რომ იდეალური ფასებია, გარანტია კარგად მუშაობს, თან ჩვენი სპონსორია მინიმუმ, ესე სუმაგათმა მოგცეს ძმაო. რაც შეეხება მერე უკვე დამუშავების დროს, მოხდება ამის შეღება, ესეც ძირითადად ვიყენებ ქროუნის პროდუქციას ხოლმე, რა ეგეთ რაღაცებში, იმიტომ რომ ძალიან მომწონს, არის ბიუჯეტური და იდეალური რა, რაღაცა. არ არის სხვა ბრენდებივი ძვირი. თავის ფასში არის აი გენიალური ბატარეები აქვს მართლა რა. რასაც ვტენით ხოლმე და მუშაობს, რაც ეს ზეთში, მაზუტში და რკინაში არის ნაგდები და კიდე მუშაობს და არაფერი არ მოსვლია საერთოდ. არც ერთ ეხა ბარგალკა იცი რომ თუ კარგად არ არის აწყობილი სისტემა, მთლიანად ბარგალკის როგორც რკინას დაადებ და ეს ნაფხვენი შეიყრება, ვსო სქემას დედა. ამ შემთხვევაში ხერ მიხვდებით ეხა ეს ბარგალკა გვაქვს ალბათ 1 წელია რა. ნახე. არც გამიწმენდია, ეხლა რომ შევაყარო, ტვერს გამეიყრება. მუშაობს გიჟივით რა. ეს არის ნახშირზე არ არის. იმიტომ რომ ეგრევე ჩერდება, იმაზე არის ელექტრომატორზე. მუშაობს ხომ იდეალურად. დანარჩენები გზა და გზა უკვე გეტყვით რომ ფასდაკლების კოდები ნელ-ნელა გამოვართ ჰოს, რომ კონკრეტულ პროდუქციაზე მოგცემთ ფასდაკლების კოდები. ეხლა მაგალითად ამ ეტაპზე თოლსენზე, თოლსენის ნაბურზე, აქ რაც აქვს ყავა არა, თოლსენის დიდი ნაბური რაც არის და მაგეებზე თოლსენის პროდუქციაზე შემიძლია რომ რაღაც პროცენტები ფასდაკლება გავაკეთო. აი აქ წერია რამდენი პროცენტები ფასდაკლება ექნება, რა არის პრომო კოდი. შეგიძლიათ გადახვიდეთ ჰოლსტ ჯიზე და ძალიან მარტივად შეიძინოთ პრომო კოდში ჩაწერთ ამ კოდს და ფასდაკლებით იყიდით. იმიტომ რომ ჩვენი მეგობარია, ისე რომ მიხვდეთ მაღაზიაში ძვირიღება, ჩვენი მეგობარი რახან არის ჰოლსტი, ფასდაკლებას ვართვით ჩვენი მომხმარებლებისთვის. ამიტომ აქვე გამოიწერეთ არხი, ნუ არ გამოგვცეთ სხვა. შემდეგში უკვე დავიწყებთ რაღაცების გათამაშებას. ბარგალკა, შურუპაოთი, წურუპაოთი, ასე შემდეგ დავიწყებთ გათამაშებას მაგეებისაც. იმიტომ რომ დრო არის უკვე, რაც უდი ხელოსნობა ისეთ მე არ მეგონა ამ ხელოსნობას თუ დავიმსახურებდი თქვენსას, საჭმელში მესმის, მაგრამ ხელოსნობაში ნამდვილად არ მეგონა. დიდი მადლობა იმ კომენტარის ავტორს, ვინც დაწერა რომ 4 კაში ბეტონის დასხმა პირველად ვნახეო და რატომაც რა მაზას ჩამოკიდეს ეს ბეტონის დასხმა, ჩემი ოფელი და შრომა იქ არა ჩანდა. რამაზა რა 2 ცალი რამდენია 3 მეტრი ეტურა კვადრატი დამაკარგე, ჩავტოვოთ შიგა უხდებაო და ჩავტოვეთ შიგა და მოგიხეთ. და სხვა შორის მაგაზე კაი რჩევა მოგცეს, ზეთი წაუსვიო და ზეთი ჩადეო რა. ეგ კაი არის, ზეთიანი არ მიიკრავს და ამოიღებს. მართალია. 18-60 გვიყენია ეხა ეს, ამას მე კემპს ვასწორებ ხომ ეს რომ დავადებ, აი ხმა რო კაი აქვს, ესე იგი კაია რა. ეხა ნასვარკს განახებთ. სად არის? ჩემი ქუდი სად არის? ეს არის ავტომატური დამუქებით რა. ის არ არის რაღაც ბალმასკარაძე რო დადიან ხომ ეს, მიიდე ჩამოიდე. ეხა განახებ ნასვარკსა. დავიდა. აუ ნახე ნასვაკი რა ხატრის არ არის მაგრამ ნახე ეხა ეს ხოტკერზე უნდა ამეყარ გავაკეთე დავადუღე დავითა შენი კარგი სტრაკი ფუშენი პრიხატკებზე აკყავს იმიტომ წეგარო გითხარით არ გადა რა ჩვენ ვართ ქირის ქარების ხელოსნები. მე ვარ კემპი გიორგა. შლიფოვკა რამაზა არის რა. კაი, ეგ სვაკას ვერ ვიყავ, მე კიდე ბარგალკას ვერ ვიტანჭი, სულ გონია რომ ქვა უნდა მომხდეს, იმიტომ რომ რამდენჯერმე რამაზას აქ ეგეთი ისა რა, წესი რომ ბარგალკას რო უჭეს ესე სო, კაი არის. აღარ უნდა გადაჭერების, იმიტომ რომ პირიქითაც ტრიალებს და აი აშლიფოვკებდა რაღაცას, ბიჭო. ხედავ რომ ბარგალკას აყენებს პროსტა
ეს ფოკუსი აი გვერდზე ტრიალებაში, აი ეს. რა ხნა არ დაუჭირო ამასო. მე მეშინია ბაგაკის, ვაფშე დიდი ბაგაკის რო ჭირი, მგონია რომ აი ხა გატყდება და ეგ მოგხვდება რა. გაგტყლონია, არ გაგტყლონია. არა. მე მოშნა. ჩაკოლიკო ხომ ის იმენა ესე სკინას ვოჭირდა ხოლმე, შიშისგან ეს აქედან უწევდი ხოლმე. ესე რომ მეჭირა, აქედან ესე უწევდი ხოლმე, არ მოხდეს მეთქი, ეს ეჭირებოდა ამაზე. შიკლებში ატყევდი ხოლმე. თან ისიც გახომე მე კიდა მე. ჩაკო მოკითხო, მომენატრე. სო გადავატრიალთ არა? არა. აი, აუქნა. ეხლა განახებ ის როგორი ბახე პლასტიკები რა. აი ეხლა პლასტიკული ნომერია, გადავიდეს იქით. უსაფრთხოება. Jerry, please open mask. აი გამოვიდა რა. პროტექტივზე. აი სამისაფრთხოება. Carbon fiber este una იყო წესი. აი უსაფრთხოება, ტექნოლოგია. აუ ეს ვანახოთ, მოდი უცებ რა. ეს არის შემდეგი პროექტი. ჯართი რა. შიგან ანახე შეჩება. ჯერ კი არ ვანახოთ, მაინც ტრიგერი იყოს ეს რა. და იქოქება ეს ბიჭო და დადის. სიგიჟე ნახე ამერიკელებს რეები აქვს გაკეთებული ჩა. ეს სუგასასწორებელი მაქვს ესენი. კაროჩე ეს მე მგონი რომ შავს ძახია რა. მეტალიკი წითელი რა ხო შავი იმერებით ეფექტი აი გრადაციებით აი ეგეთი უნდა იყოს ყვასყვასა წითელი ოღონდ მოგშინდისფერი რა აი ცა ტრუპი ჩამოყვა კარლაინი არის ესეც ჩვენი სპონსორი არის კარლაინი რომელიც ესეთ მანქანებს ყიდულობს და კარლაინმა მაჩუკა F150 რა რაპტორი ფორდი 5-დან 0 ოღონდ რომ მივედი დღემდე არ მჭირა რომ სანამ ჩამოვა ხო მე кайფები არ მეთქი რა просто SMS-ი მომწესო განკა სანამ ჩამოვა არ ვიჯერებ კიდია რა რომ ჩამოვა მე კაცამსა ეცად შევწვა ნახევარი მე ნახევარი მათა ქიშვარდა 13 კაცა მე ათუნდა იდეაში მარშრუტკაც ამათმა ჩამოიყარეს ამაში $5,000 მაგინებდნენ რას ქვია 5 მეტი ღირსო რა როცა კარლაინთან ურთიერთობა $5,000 ეს მანქანა შემოიყარ. ეს ვიყიდე ჩემთვის. რა ალბათ ამას გავაკეთებ და მე კარლაინს ვაჩუქებ. იმიტომ რომ ის არის რა. პატივი რომ წეს, მეც მინდა რომ პატივი წე და ეს მანქანა ჩამოიყარეს, გავაკეთე და უკან ვაჩუქო რა. ქიშვა და გამოყდება ხარ. მე მეკალ.
Რაღაც ზაბური. პატივეც თურთ რა. გაერთიოსებას ფიზიკურს გამანქანები აყენიან. ძმაკაცისა. რომლები არ გამოაჩინო შენ ზარო. მე მეტყვით შენ რასაკეთებ? ენებას რასაკეთებ? ეს კულკას ერთოს გასწრო მოწოდო. დავასვაკე დალჭერი. მე დამწვე შენ რასაკეთებ გდიხარ. ნუ მიშნები რამაზას ფანები ნუ გახდით თორე. მე მომიშავთ ბიჭო. ახაც რამაზა მიშნებს დავით აჭარის ხომ. იქით ფანები ყო რამაზა აკეთებ შენ აკეთებ რაღაცებს მიწერთ ხომ. რასახა ეს შრომა არ არის ეს. Jervis, please close the mask. Timing გერევა ჯერეს ნაწილს. ეს რა მოიხდა რა თუ ყალიბი მას უსაფრთხოება. თქვენ დაიცავით. აქ ნებისმიერ რამე პროფესიონალების მიერ არის შესრულებული და ამას მოგაიმეორეთ სახში. არა და კაი ეს მე ხუში შეჭმა ეს აი ამ ხეტრობა კვადრატს ვიღებ ხოლმე. ეს შიგნით იწერებს და მას აგონე. ყურის ჭხით ეს ვიღებ აი თლიან ნესტოს თომაზე მაქვს რკინა შეჩემა. ვაგრო ეს მგონა მივაწებო და რამე ავაშენო მე. ესე იგი ეხა ისევ იგივე ლოგიკით ამებს ჭრით. ესეთი იქნება რა. ეს ჩაჯდება ამაში. ცოტა მოსაშლიფოკებელი აქვს თავი ზუსტად ჩაჯდება. ერთი აქ ჩაჯდება, მეორე აქ ჩაჯდება, აქ ჯაჭვი გაუკეთდება. პოზიციი ყამას რა ამოავსებს. ესეც ძალიან პროსტატო. აქ ორი ცალი ჩაჯდება და ორი ცალი აქ ჩაჯდება რა ჩვეულებრივ. მაგას მე განახებთ რა. ნახევარი სანტიმეტრი აკლია მე მგონი. ეხლა თავად რის წარდგენა მინდოდა. ესეთი გარეთ დაგვრჩა ეს მილ კვადრატი, რომელიც დეიჟანგა და ეს არის ჰოლსტჯიზე ნაყიდი ქროუნის ბუძგსახი. ესე დავარქვი. რომელიც არის დიდი პირით და რო დაადებ პატარით როცა აშლიფოვკებ ამას, აი ეს კუთხეებს კი ცალკე უნდა გაყვეს რა და ეხლა ნახე, ეს არის სრულად ჯანგი. ერთი, ორი, ტოვსო. ტრუბა კვადრატიანი მზად. რამაზას გენიალური მოგონება მოხსნა. ძალიან ბევრ დროს ზოგავ რა. კუთხეებზე აღარ გიწევს ხელმეორეს გატარება, იმიტომ რომ გვერდებზე გადის და ზუსტად იმაშვება რა. და რამხელა პირი აქვს ნებისმიერ ზომას იდეაში აშლიფოვკებს. აი ესეთი გამოდის. ამოში კლეტკები, შუაში ფიცარი. აქეთ ფიცარი, იქეთ ფიცარი. ეხლა დავადუღოთ ესა. ზომები და ხო, დავადუღოთ. ესე იგი, ამას რო ჩასვათ სრუაში, ზომას დაიჭერთ, ეხლა აქ გვაქვს 20 სანტიმეტრი. აქ უნდა იყოს 20, აქაც უნდა იყოს 20. ცოტა, ვაიმე. არა ირეოდა ზომა ის პროფესიონალად. აი ეს. 20. მე აქ კუთხეს 20 სანტიმეტრი. კუთხეს ასწორებთ აი ეს, ყოველს კუთხურა გონურად. აი კუთხეს ზუსტად უნდა იჯდეს ერთი კუთხე გვაქვს მაგნიტი მინდა აქ მე არა გვაქვს აი მაგნიტი პატარა მაგნიტუკა ცოტა ეხლა გაუნდა ვაიკა დამეწოდა გამოიცვალა. ეხლა არის სეტკები, ეს სეტკები მეორადებში ვიყიეთ და იყო ჟანგიანი, მაგრამ ისეთ კაცებს გადავასხავთ, რომ ჟანგზე მიიღოს. დაჭრა სათითაოდ ხდება ძალიან რთული დასაჭრელიანი, მაგრამ უნდა მოარგოთ, სულ დასვარკება არ გიანთ. ეხლა აქედან დავასვარკებთ, რომ გამაგრდეს და მე ესე ჩავაჭრით და ჩავსვათ. სილიკონები ამოუვსთ აქ აი შიდა მხარეებში, იმიტომ რომ ჟანგი არ გამოიტანოს და მე შეღებეთ. მე პროფესიონალი ვარ და ჯერ შევღებავ და მე ამოუვსებ სილიკონს და მე შევღებავ. დააჭერი პროსტა ეხლა ამაგრებთ ამას რა ეს დაამაგრებ. სო,
ამას დავამაგრებთ. ეხლა ამ სისტორიზე ჩავყვებით, ჩავჭრით, მე ჩავდებთ შუა წერტილზე, იქაც დავკემპავთ. და მთლიანობაში იქნება ესეთი ლამაზი. ბატონი ლამაზი ეხლა ჩაჭრის, კათერი. ლამაზ და კათერამაზ. $150 გამოდის. წვალება კი არის, მაგრამ თქვენი შეგიძლიათ რომ აი იდეალური ღობე გააკეთოთ. აი ეს მაგრამ 20 მეტრიანი რო იყოს, ნებისმიერ თან დაბალ მე მაღალი ღობები არ მიყვარს მეზობლობაში რა. აი რა უნდა მიყუროს ძმაო, ისეთი ადგილია რომ მანქანები ჩერდება, ჩვეულებრივად შეგიძლიათ. ძალიან კაია, როცა დაყრდნობიდეთ ესაუბრებით ან მეზობელს, ტკბილი მეზობრობა თუ გაქვთ, ვაფშე კერძო სახმა, ვაფშე ამი ბურდას ყველაფერი და ბევრად ტკბილ ცხოვრებაზე გადავხდა. მე გირჩევთ კორპუსის 100,000-იან ბინას, ცოტა მოშორებით გირჩევნიათ კერძო სახლი და მიწას რო შეეხოთ. აი ესე მიშლიან ქალაქში ჩამოსულებით ხელს რო არ თქვა ეს სიმართლე. ჩაიჭრა ესა, ჩავსვით შიგნით და ეხლა აი რაღაც 4-ის გამოტოვებით უკემპავთ რა. ამოწმებ სადმე ძალიან ხوار მოძრაობს. ეგ არის, ქარხნულია. პაპა ჩემს აქონდა, აი რამაზას მამას ჰქონდა ესა, იქ მუშაობდა, სადა ოქროს მოიპოვებდა ხოლმე. ქვანახშირზე მუშაობდა ოქროს. ეს არის ბურგი, რაშიც მე დინამიტი იდება. მარგანეცი რა. ეს არის ბურგი, რაშიც მე დინამიტი იდება. ეს შედის პაბეტის სვერლოები როა, ეგ არის ოღონდ დიდი. დინამიტი შედის და ის ფეთქდება. ეხლა ამას ჩავაჭრეს და ძალიან გემრიელი ეს პაბეტი, წინა პაბეტიტი შენი პაბეტი. თვითონ რამაზე არის ხომ არის დიდი რაღაცების გააჭრაზე რომ დაზიანებას საკუთარ თავზე იღებს. რამაზა, მე არ ვიცი, რო გითხრა რომ Windows მეთქი ჩემ დამაგრებულსა არა, მაგრამ არ ვიცი. არ გასყდეს ვიბრაციაზე. აჰა. ადამიანი, მე ჩაჭრა არადროს მიჭირს. პრობლემა არ არის ჩემთვის ჩაჭრა. შპინდელი ძმაო, რავი რა. მართლა რაც ამ სვარკა გაუძლო და რაც ეს სვარკა მუშაობს. ჰოსტჯიზე რა, ყველაზე იაფა ტექნიკა და ყველაზე კარგი ხარისხი. ეს ჩაჭდა უკვე, რაც ძალიან ლამაზია. ეს არის და აქ ჯდება ეს წვრილი რკინა ერთი-ერთზე რა, ეს არ დაგვითვლი, ახლა მოვიფიქრეთ, ახლა ვიპოვეთ რკინა და ერთი-ერთზე ჯდება რა. ჰოსტჯის კროუნის ხერხი, რომელიც ბატარეაზე მუშაობს, ახლა ეს უნდა გადავჭრათ. რამაზე იძახის ხერხის ხელის ხერხით გადავჭრათო. არ არის ეგაო ისაო. ამაზე იძახის რომ ხელის ხერხი ნახე. პროფესიონალური დონე. მოიცავს. ეხ გვერდები ამაზე არის დიდი, რა. გვერდები არის დიდი. ეხ ამას უნდა გავატარო თითო ხელი ხალაშინი. დენის კაბელი გვაქვს? მაგრამ არ გვჭირდება დენის კაბელი რამაც. ესე დავაყენოთ 1 მმ-ზე? ო, 1 იქიდან 1 ჯერ ჩავდოთ. რა იცი რა ხდება მაგის დე. ჩვენთვის სიმეტრია მთავარი. აქეთ იქით დავშვებით. 2 იქით დავაკელით, 2 აქეთ მილიმეტრი.
მაზას დააჭირე რამაზას შენ სახას შემქმნელი. აბუზარო, კაი გამოვი, კამერა დაიქნი, კაია. ეხა ამას შევღებავ, ეხა ამას შავად შევღებავთ, ფეროს საღებავით, რა თქმა უნდა, ჟანგით იღებება და აქ არ ნახო სიტუაცია და თუ უხეხულია. ეხა ფეროთი შევღებავთ რა. გადაწმინდავთ ეს საღებავი ვაფშე ყველაფერს იღებს. და აუცილებელია შეღების დროს თეთრი მარშრუტკა იდგეს, რაც შეიძლება ახლოს. იმიტომ რომ იყოს გენიალური. აი ეს არის ყველაზე ცუდი შესაღები რა, არც ვინმეს თუ გაქვთ რამე წესი რომ უკვე დაყენებულზე შეღებილია ეს კლეტკები. აი რა როგორ ასხავს? ესეთი არის, შემდეგ ვიდეოში უკვე დაინსტალირებას გაჩვენებთ, იმიტომ ზუსტად არ ჩამოსვლა და ძაღლი ყავს თით და ვერ შევდივართ იქით აყოფეს ვერ ამჭრით. ეგ არის მიზეზი. მაგრამ ეს არის სრულყოფილოა. და თუ მანახე ბაკადაში როგორ გამოვიდა. აუ, შეხუანა გაქიმენ გაჯმა არის. ეს არის დასრულებული ვერსია. ერთი ცალი გამოვიდა 158 ლარი რა, დაახლოებით. 158 ლარად, აი ამას აქ შეგიძლიათ რომ ჯაჭვი გააკეთოთ, ჯაჭვი ძალიან ლამაზი იქნებოდა ამაზე, ჯაჭვი რო გაკეთებული იყო ერთი რიადი. ეს არის ორიენტურობა კვადრატი, რომელიც არ მეთქვა მციგდა, ეს არის ორიენტურობა კვადრატი, ეს ნახევრიანი შეგიძლიათ რომ გააკეთოთ. მადლობა ჰოლსჯის და რა თქმა უნდა კარლაინს, ესეც კარლაინის ჩამოყვანილი. აი კარლაინი, აი. ამაზე ვლოცულობთ ჩვენ. დილით რომ ვლოცულობთ, მე მივდივარ სახში. ესა აი იოსება რო იძახი ძმაკაცი გამოაშინო. აი ძმაკაცმა მომერი შეჩემა რა უნდა მაგის აღებასო. ჩავიდა, გავიდა ბძღოლამდე, დირკა დაადო. მე მგონია რომ კიდევ ერთი დასაბწიჭკი გვაქვს შესრულებული პროექტი, რომელიც მართლა კაი არის. მე რომ მომწონს, იმენა გაჯმა არის მაო. რა თქმა უნდა კომენტარებში დაწერეთ რა შეცვლილი თამაში, რა არის კარგი და ის ხელოსნურ კომენტარებს წერეთ. ძმა მაგაში ვიღაცა დამიწერე. ბეტონში რა თუნდა დადე ეთიანი ლისტი გადაუზილე ზეიდანა და მზად არის. ყველაზე კიდე ხელი ძევა არ მინდა, ანუ მეზარება. მინდა რომ ვიკაიფო საქმე და თუ მომეთხარა კარგი სტრაკი და ხელი ძვე და ჩასმის სტრაკი აქვს და რა ჩემს სირათ მინდა. გიორგი გაგექცა გიორგი. აი ეს არის. 160 ლარი თქვა, 160 ლარი დაჟე და ერთ ცალი ყოფე. ეხლა თქვენზეა, ჰოლსჯიზე შეგიძლიათ შეიძინოთ სვარკა, დომინოში აბსოლუტურად ყველა მასალა და უბერეთ ძმაო. სახლის ეს თქვენი გააკეთეთ. 10.000-ს რო გეუბნებიან 10 მეტრიანი დაგიჯდებათ, ეს არის 2 მეტრი, 5 წელი დაგჭირდებათ 160 ლარი, 5-ჯერ 160 ლარი, 500 ლარი, 700 ლარი. მართლა 700 ლარი 10 მეტრიან ღობეს ესეც ხელს არ მინდა ადებს. წავედი. რამაზ არის ჩემი სიმამრი, რა კითხულობთ ვინ არისო? რამაზ არის ჩემი სიმამრი. იმერელი არის. იმერელები აპაძეშკებთ ხოლმე და გოროლები აქედან ხარეს რა. ეს ტექს პროფესიონალი ვარ და აქ თავად პროფესიონალი მე ვარ. ახლა ეხა მე არ გავაკეთე ბევრი რაღაცა დავით. კამერის დაქრევით. კომენტარებში ვიცით ხოლმე არაფერს არ აკეთებ, ბიჭო, გიждები მაგაზე. რა არაფერს არ ვაკეთებ. ისთვის დავშორობ. დავით დავასრულოთ დათო. კომენტარებში დაგვიწერეთ რა ხდება რა. ავღელდი ჯერ ბეტონი შევზაღი ხა ამაზე. ნუ მიღებ გამანებით, გააჯვია ქედანა.